ოფიციალურად რამდენიმე დღეში უკვე დაიწყებს საარჩევნო კამპანიას და ეს პროცესი ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, როგორც ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქის წინაშე, მთელი საზოგადოების წინაშე, ასევე ქვეყნის გარეთ ყველა ცივილიზებული პროგრესული სახელმწიფოების წინაშე, რომ საქართველოს არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომ საქართველოს არის ღირსი იყოს ევროკავშირისა და ნატოს გაერთიანების წევრი. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოში ჩატარდეს ეს მართლაც სურთულესი არჩევნები, იმიტომ რომ სტრუქტურულად მინდა გითხრათ, თვითმმართველობის არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევნები. ჩვენ მართლაც რომ სამაგალითოდ ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება პოვა ყველა მხრიდან, ასე რომ ეხლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არჩევნები ჩატარდეს ძალიან მაღალ დონეზე, გამჭირვალედ და მაქსიმალურად თავისუფლად. ეს არის თავარი მიზანი. სწორედ ეს ისახავდა მიზნად და ეს არის თავარი აზრით თავად პრემიერ-მინისტრის კოალიციის ლიდერის განცხადების, რომ თავი შეიკავოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და მოუწოდა მათ დაკავებებისგან. თუ რა თქმა უნდა არ იქნება რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა ამ ტიპის ღონისძიების გატარებისთვის. ეს არის მთლიანი მთელი პათოსი ამისა, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთლიანად გუნდმა ამ საკითხთან მიმართებაში პოვა მხარდაჭერა და ყველა მიესალმა. ძალიან კარგია. კი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები ხშირად ცდილობენ და არის აჟიოტაჟი შექმნილი, რომ ეს ყველაფერი არის თავრობის მიერ მართული, რომ თითქოს ხელისუფლება აწყობს აი ამ ტიპის ღონისძიებებს, რომელსაც კვერცხების სროლა, იქ რაღაც ურთიერთშეხლა შემოხლა და ასე შემდეგ სამწუხარო ფაქტებია. მე კიდევ ერთხელ მინდა მთელი პასუხისმგებლობით და ამავდროულად გულწრფელად განვაცხადო ის, რომ სახელმწიფოს დღევანდელ ხელისუფლებას არაფერში არ ჭირდება ეს ყველაფერი. ჩვენ რომ ხედავდეთ, რომ რაღაც არჩევნებში რაღაც არა გვაქვს ისეთი წარმატება და საზოგადოების მხარდაჭერა არ არის ჩვენ მხარეზე, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაცა იფიქრო გამწვავებებზე, რაღაცა ხალხის მობილიზებაზე, რომ აი რაღაცა სახელმწიფო ძალა არის რაღაცა სერიოზულად წარმოსაჩინო. ეს არავის არ ჭირდება. პირიქით, სამწუხაროა ის, რომ წლების განმავლობაში დაგროვდა ძალიან დიდი აგრესია, და სწორედ ეს აგრესიის გამოხატვის და იმ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც დღეს ასეთ წვავედ გამოხატავენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ თავის დამოკიდებულებას და რა თქმა უნდა ჩვენი მიზანია როგორც სახელმწიფოსი და სახელმწიფოს წარმომადგენლების ამ შემთხვევაში უმრავლესობის თავრობის საპარლამენტო უმრავლესობის და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ იყოს მშვიდობა, წესრიგი და სახელმწიფო თავისი განვითარების გზაზე წარმატებებს მიაღწევს. ეს არის თავარი მიზანი. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი იმისათვის, რომ დღეს ჩვენ არჩევნები ჩავატაროთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად გამჭირვალედ, თავისუფლად, ღიად იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ამიტომ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, თორე სხვაში რაღაცა რიგითი შემთხვევები ყოველთვის იქნება, ახლა არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანები, რომლებსაც აქვს სერიოზული პრეტენზიები, სერიოზული აღშფოთება, სერიოზული ნეგატიური დამოკიდებულება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მიმართ უпростоრედ და ამას გამოხატავენ. ეს ფორმა უკვე მოგწონს თუ არ მოგწონს და ასე შემდეგ, ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მიუღებელი. სახელმწიფო არის იმისთვის სახელმწიფო და მისი ორგანოები იმისთვის არის ორგანოების გულისხმობს სამართალდამცავ და ასე შემდეგ, რომელმაც უნდა აღკვეთოს ნებისმიერი დანაშაული, ხო? მაშინ ჩვენ უნდა მივუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე, მაშინ უნდა იყოს ქაოსი ქვეყანაში, მაშინ უნდა იყოს ანარქია, რაც პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ მიიყვანს საქართველოს სწორი მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეულ პერსონებს დღეს ყოფ ოპოზიციაში, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ეს შეიძლება აწყობდეს კიდევაც, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვით. ახლა ოპოზიცია ამ შემთხვევაში ნაციონალ მოძრაობა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ იმისათვის და პრემიერ-მინისტრი არ გამოვიდა ამ განცხადებით იმისთვის, რომ ოპოზიციას რაღაცა ჩვენ
ბოდის ვიხდი და კოჭი გაუგოროთ და უთხრათ იცი რა თქვენთვის ვაკეთებთ ამას და იცით რა იქნება რაიმე წარმატება მიაღწიოთ ამ არჩევნებში. არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კეთდება ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა წინ წავიდეს. და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ვინც ამას ხელს შეუშლის, კიდევ ერთხელ ვამბობ, საკადრისი პასუხი მიეცემა. ანუ წინა საარჩევნო რეჟიმში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანების დაკავებები არ მოხდეს, ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, თუ არ იქნება ამისი უკიდურესი აუცილებლობა. თუ რაღაც ფაქტის წინაშე არ დადგა კონკრეტული დანაშაული, კონკრეტული რაღაცა გამოვლინება, ეს სხვა შემთხვევები შეიძლება არსებობდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ამის არ კეთდება იმისათვის, რომ ოპოზიციის გული მოიგოს ხელისუფლება. და მერე ოპოზიციამ თქვათ ისაუბროს, რომ რა კარგი არჩევნები ჩატარდა. მათ კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ საზოგადოების ხარდაჭერა არის ძალიან დაბალი მათ მიმართ, მათ იციან, რომ ეს არჩევნები საკმაოდ შეიძლება კატასტროფულად დამარცხდებიან თვითმმართველობის არჩევნებში, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ უпростоრად წინა საარჩევნო პერიოდის, შემდეგ რა თქმა უნდა უკვე არჩევნების დღის. ეს არის მიზანი, რაც აბსოლუტურად ჩემთვის გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ვერ გააკეთებ. მე პირადად არ ვიცნობ მას, მე ვიცი რომ ის საკმაოდ გამოცდილი, საკმაოდ განათლებული ადამიანია, მე პირადად ვიცნობ მის ბიოგრაფიას და საკმაოდ შთამბეჭდავია. მე მგონი ყველა ჩვენ ქონდა საშუალება საზოგადოებას გავცნობოთ მის ბიოგრაფიულ მონაცემებს, საკმაოდ დამაჯერებელი, საკმაოდ კვალიფიციური ადამიანი ჩანს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებით გაართვევს იმ ფუნქციას, რასაც სწორედ ინფრასტრუქტურის რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვია. და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საკმაოდ თანამედროვე ადამიანი ჩანს, დანარჩენი უკვე საზოგადოების ინტერესი მის მიმართ თქვენი საშუალებით კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება და დარწმუნებულია საკმაოდ წარმატებით წარმოაჩენს თავს ამ პოზიციაზე. და ვფიქრობ, რომ ის პროექტები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას დღეს ძალიან სასიცოცხლო ჭირდება, ეს პიროვნება საკმაოდ წარმატებით გაართმევს თავს. დანარჩენი უკვე მისი განათლება, მისი მიღებული თქვათ ეს ცოდნა და ის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში სწორედ განვითარების ფულს, სწორედ ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი მინისტრი იქნება, ვსურვებ მას პირველ რიგში წარმატებას. ოდირთან თანამშრომლობა მე გეტყვით, რომ საკმაოდ სიღრმისეულია საქართველოსა და ოდირს შორის. არა მარტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამას სხვა მიმართულებით თქვენ თუ გაიხსენეთ და ჩვენ თუ საკითხებს ვისაუბრებთ, თვითონ ოდირის სპეციალური ასე trial mission ქვია, რომელიც სასამართლო პროცესებს აკვირდება საქართველოში და რომელიც აკვირდება არა მარტო, არამედ რეალურად შეფასებებს აძლევს მიმდინარე სასამართლო პროცესებს, რომელიც ჭყალებში ვთქვათ ოპოზიციის მხრიდან არის პოლიტიკური შეფასებების და პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხი. აი სწორედ ამ მიმართულებით საკმაოდ სიღრმისეული ურთიერთობებია თვითონ ოდირის ოფისსა და საქართველოს შორის და საკმაოდ წარმატებული და საკმაოდ კრიტიკული და ობიექტურია ეს ყველაფერი, რაც შეეხება არჩევნების თემატიკა, ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ოდირისთვის და მე რამდენადაც თვითონ პირადად გქონია ჩვენ ურთიერთობები ლენარჩის და ბატონ ლენარჩთან, რომელიც ხელმძღვანელია ამ ეტაპზე ამ ოფისის და საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოს რეალობას. ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო მეტი დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციის სახით იქნება წარმოდგენილი ამ არჩევნებზე, რაც უფრო მეტი მონიტორი ჩამოვა და შეაფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ წინა საარჩევნო კამპანიას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჭირდება ჩვენ სახელმწიფოს, ეს ჭირდება დღევანდელ ხელისუფლებას და ეს ჭირდება მთლიანად საზოგადოებას კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ დემოკრატიის გზით მივდივართ წინ და წინ. აი ეს არის მე ვფიქრობ თავარი ამ არსი, ამ დაკვირვებების, ამ მონიტორინგის და მინდა გითხრათ, რომ ოდირი არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში აკვირდება არჩევნებს, მათ შორის დასავლურ ქვეყნებშიც, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი დემოკრატიის გამოცდილება აქვს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო უკვე არაფრით აღარ ჩამოუვარდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თავისი უკვე წინსვლით დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უკვე შევქმნით პრეცედენტები სახელმწიფომ, როდესაც
ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების ზით იცვლება და ეს იქნება მომავალშიც აუცილებლად ეს. ამ ბორთთან დაკავშირებით კი ბატონო, ეს საკმაოდ საკმაოდ არაორდინალური ვითარება შეიქმნა მას შემდეგ რა საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო ის გადაწყვეტილება რომელიც მიიღო იცით თქვენ ეხლა ჩვენთვის ერთია რომ არ ვეთანხმებით ამ სასამართლო გადაწყვეტილებას და მიგვაჩნია რომ ეს სასამართლო ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბევრი რაღაცა დაზიანდა მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ ჩვენ აუცილებელია უნდა გავეცნოთ მე რამდენადაც ვიცი ალბათ რამდენიმე დღეში უახლოეს დღეებში უკვე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ის სამოტივაციო ნაწილი რაზეც დაფუძნდა ამ გადაწყვეტილების მიღება თუმცა ჩვენ კანონმდებლებს ვჭირდება სწორედ რომ გავეცნოთ ამ გადაწყვეტილებას და მას შემდეგ უკვე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე იმიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს და გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა. იმიტომ რომ სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენი ხელისუფლება და წინა ხელისუფლებას შორის. როდესაც სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა, როდესაც სასამართლო პრაქტიკულად ვერ მიიღებდა ვერანაირად ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შედიოდა წინა ხელისუფლების და მთავრობის ინტერესებში, დღეს ესე არ არის, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ არ მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მართებული, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას როგორც არის. და ამის შემდეგ სამოტივაციო ნაწილს რაც გავეცნობით, მას შემდეგ უკვე ჩვენ დავიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, რომ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ყველაფერი, რომ ეს საკითხი, რომელიც საკმაოდ ახმაურებული თემაა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ უკვე დასრულდეს, იმიტომ რომ იცით, რომ პრაქტიკულად საკონკურსო კომისია უნდა დაასრულა თუ ასრულებს მუშაობას, ბერდიში ვიხდი ზუსტად ეს ლადერი არ ვიცი, არ მახსოვს. უნდა გადავხედოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებამ ჩვენ არ უნდა შეგვიშალოს ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში. ამიტომ გამოსავალი არსებობს ყველა საკითხიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც იქნება მოგარებული. შეგვიძლია? ცვლილებაზე, რომელიც გულისხმობს